ნახეთ რამდენი ჯეტურია და რო ნახოს ახლა ქარხნის მეპატრონემ ჩემ საწყობში აქ თბილისში რამდენი ჯეტური დგას ჯერ მეუნებია რომ ქარხანა ხوارავაშენოთ საქართველოსშიო 4-ჯერ 5-ჯერ მქონდა შემოთავაზება და ნახოთ აბა როგორ იქნება აი ახლა მოდი კეთი ქარხანა ხო რაოდენობრივად კეთი მოდი კეთი ეს რა ავტომობილია ეს არის იგივე BYD და ახსენიება ესაა BYD ჰიბრიდი რომელიც გადის 150 კილომეტრს დატენვით 4.5 ლიტრა ბენზინს მოიხმარს და ჯამში ელექტრო და ბენზინის დახმარებით გადის 1000 კილომეტრს ეს არის 38 ცხენის ძალა აქვს 8.5 წამში ჩქარდება 100 კილომეტრამდე მოკლედ ეს მანქანა არის full options რო ეძახიან და აი დღეს ელექტრო მანქანა თუ გინდა უნდა იყიდო ეს არის ბევრი სხვადასხვანაირი ელექტრომობილი, მაგრამ აი ფასიდან გამომდინარე, ხარისხიდან გამომდინარე, მე არ ვიცი, ჯერ ვიზუალურად რა ნახე. ცოლს რომ მოიყვან, ცოლს როცა დააპირებ მოყვანას, ჯერ უნდა შეხედო როგორია, ხო? ვიზუალურად. ჯერ ვიზუალი ნახე. რომ მოგეწონება ვიზუალი, მე იკითხე დედა ვინ არის, მამა ვინ არის, წარსული რა აქვს, მე თავში რა აქვს. როგორ არის რა არის ხო მანქანაცია ხო ჯერ უნდა იყოს ვიზუალი ვიზუალის მერე დაბა რა მონაცემები აქვს და წარსული ხო რა აქვს ცუდი წარსული ხო რა აქვს ცუდი წარსული და იგივე აი მართლა იმგენი ჯეტური მყავს რომ რა ვიცი ახლა აქეთ ნახეთ აქეთ ნახეთ იქიდან ნახეთ აქედან ნახეთ აბა აი აქეთ კიდევ ავტომობილების მეტი რა ვყავს აი წარმოიდგინეთ ჩვენ ყავს ავტომობილები დღეს რომელიც არის დღეს საუკეთესოები აქ ახლა აქ ადამიანი მოვა და ავტომობილს რო ვერ შეარჩევს, ესეთი არ არის. გარეთაც გვიყენია, ხო, წამო გარეთაც გავიდეთ, აბა. მარი, ბატონო, უცხოეთში ხო ცხოვრობ დივიზია. აი ესეთი ცენტრი, ესეთი მოწესრიგებული გინახია? მართლა არ მინახავს. თან ამდენი კარგი მანქანა ერთად, ერთ ცენტრში. აი უყურეთ. ზოგადად საქართველოში გემოვნება გვაქვს ბატონო, ამას გამოვარჩევთ.